სააკაშვილის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა პროცესიც მიმდინარეობს. მას პაატა ბურჭულაძე საკუთარი სურვილით არ ესწრება, ასევე პროცესზე არაა ირაკლი შაიშმელაშვილი, ის უცხოეთსაა გახიზნული. დღევანდელ პროცესზე ფორმალური პროცედურის მიხედვით ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებების გამოწვეულით განხილვა უნდა ჩატარდეს. 4 ოქტომბრის საქმეს მის მიმდინარეობას ჩვენი ჟურნალისტი ნუცა ბახუტაშვილი აკვირდება. სწორედ ნუცა მოგხვდება ახლა რა ითქვა დღეს სასამართლოს ხდომას. დიახ, ირაკლი, ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა დარჩენილი გამოსაკვლევად, დღესაც წარადგინეს ხდომათა დარბაზში და კიდევ ერთხელ ნახეს ის ვიდეოები, რომელიც ასახავს 4 ოქტომბრის მოვლენათა განვითარებას. ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კომენტარი მურთაზ ზოდელავასაც მან განმარტა, რომ პროტესტის ფორმა არის ის, რასაც ახლა პროკურატურა გვაჩვენებს და ასაღებს სისხლის სამართლის დანაშაულად. მან მიმართა დარბაზში დამსწრეპირებსაც და უთხრათ, რომ აქამდე საქართველოს ისტორიაში პროტესტის გამოხატვა ისჯებოდა მაქსიმუმ ადმინისტრაციული წესით 90 დღემდე ვადით და ახლა ქართული ოცნება ცდილობს, რომ 9 წლამდე ვადით ციხეში გამოკეტოს ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოში დაებრუნებინათ. ამასთანავე გამოიკულიეს, როგორც ვახსენეთ, წერილობითი მტკიცებულებები და ამ წერილობით მტკიცებულებებში იყო ის პატაკები, რომლებიც გამომძიებლებმა მას შემდეგ დაწერეს, რაც ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც არის უწყვეტი ტელეეთერები და კონკრეტული ვიდეო ფრაგმენტები, დაათვალიერეს ინტერნეტში თუ სხვადასხვა რესურსით, ჩამოწერეს და საქმეს მიამაგრეს. შესაბამისად, მათ მიერ ინტერპრეტირებული ინფორმაცია არის ასახული პატაკებში, როგორც ეს დღევანდელ ხდომაზე თქვეს ადვოკატებმა და მათი სუბიექტური შეფასებები არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ის რაიმეს ვერ დაამტკიცებს და ვერ იქნება კონკრეტული მტკიცებულება ბრალდებულებთან მიმართებით. ერთ-ერთ პატაკში ეწერა ისიც, რომ პაატა მანჯგალაძე აქტიურად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებასა და განწყობას ქართული ოცნების მიმართ და ამასთანავე აცხადებდა, რომ რეჟიმი უნდა დაემხოს და ეს განცხადებები აქვს სწორედ მოყვანილი მისთვის ბრალდების დასამტკიცებლად, რასაც თავად პაატა მანჯგალაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ არათუ ტელეეთერებში, არამედ საქართველოს პარლამენტშიც კი პირადად აქვს ნათქვამი ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის ის, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყობილებას და ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ახლა არ არის მართლზომიერი ქმედებები. საქართველოში თუ რამე აქცია ჩატარებულა, სულ იყო ამ ფორმით. არასოდეს ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას არ გასცდენია სასჯელის ზომა. პირველად 20 ივნის მოხდა, როდესაც სამართლებრივი პასუხისგებლობა გაჩნდა. სისხლის სამართლით მაშინაც ჩვეულებრივი აქტივისტები დასაჯეს. ამის შემდგომ მოქმედი ხელისუფლება ცდილობს ბრუტალური დასჯის მეთოდები შემოიტანოს და რაც ადრე ადმინისტრაციული პასუხისგებლობა იყო, ახლა უკვე 4-დან 6 წლამდეა. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ ბრუტალური მეთოდები გამოიყენოს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ 9 წლამდე პატიმრობა გვემუქრება. ბარემ დახრეტაც დაამატეთ. ამ ვიდეოებს რომ გვაჩვენებთ, უნდათ დაამტკიცონ თითქოს რაღაც ხდებოდა. არადა, ეს არის პროტესტი და საქართველოში პროტესტი იყო ყოველთვის ამ ფორმით. პროცესი კვლავ გრძელდება. ამ წუთებში რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა, თუმცა ხდომა განახლდება. როგორც პროკურორმა პროცესის დაწყებამდე ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დღესვე უნდა დაიკითხონ სასამართლოს წინაშე ჰაბიდოსკოპი ექსპერტები, ის ადამიანები, რომლებმაც საქმეზე მიმაგრებულ ვიდეო მტკიცებულებებზე ამოცნობის პროცედურა ჩაატარეს და ინტერვიუებიდან ამოიცნეს პრაქტიკულად, სადაც ჟურნალისტების სახელობითაც უთითებდნენ, რომ მაგალითად პაატა ბურჭულაძეს ესაუბრებოდნენ ან ირაკლი ნადირაძეს, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ვინაობა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ადვოკატების შეფასებით ეს სადავო არც მანამდე ყოფილა.